Сейчас думаю поинтересоваться, на самом деле, что происходит, но я думаю, что правду нам не скажут. Как бы ни было. Я в этом просто уверен, что правду не скажут, почему мы стоим здесь 1,5 часа больше. Просто тупо стоим, как сидим и стоим. Люди устали, встают, ходят туда-сюда. Сейчас я вижу, стюардессу, посмотрю, что она скажет. Специально сейчас мне интересно, что они скажут. უკაცრავად საათ ნახევარზე მეტი ვარ გაჩერებულებით რა შესაქმე რო გაგვითხრა დაგვიხსნათ. და კომპანიამდე ხას ფიქრობდა საათ ნახევარი. თუნდაც აეროპორტის პრობლემა იყოს და საათ ნახევარი ჩაქვსოთ თვითონავში და ამდენ ხანს ვზივარ ჩაკეთ. ამის მაგერად წყალიშო შექეს შემოგთავაზოთ ის მე მგონი ჯობდა მართებული იქნებოდა. უფასო წყალი მაინც შემოთავაზა. მარტო მე კი არა ადამიანს მისას სწორია. ზოგს ერიდება ამას. ხო არ ჩვენი ბრალია ხო ხათაშორის ეს ხო საათ ნახევარზე მეტი ვზივარ და ამიტომ არ არის ეს მე მგონი არ ვიცი. ლამაზ მესმის მე არა მაგაზე არა ხო. უბრალოდ საფრთხო არ არის ისე გაუქმებდეთ. კი მესმის. ეს ხო თვითონ სწორხოში და მის გაკეთებას ნახე აი მაგ კი მაგის კონტროლს კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ კომპანიის მომხმარე კომპანიას მიმართ სამ შემთხვევაში ხო ესე კომპანია უნდა გამოუწეროს ოთხ ჯარიმა ესე იგი აეროპორტის თანამშრომლებს კი იმიტომ რომ შეცდომა ვაგებ მე ძალიან შევწუხდი მე სხვათა შორის და მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში რომ წყალი შესთავაზოთ უბრალოდ წყალი რო შესთავაზოთ კომპანიის მე არა მე პირადად არ ვხედავ ნუ სხვასაც უნდა ხო მარტო შემოწკამ არ მიგონი კომპანიის მხრიდან წყალი მაინც შესთავაზეთ გზავრებს ეს კარგი მართებული იქნება თქვენი მხრიდან იმიტომ რომ არ გაქვთ გასაგებია იმიტომ რომ საათ ნახევარი ძალიან დიდი დროა კი და ძალიან დიდი დროა კი მესმის თქვენს მაგრამ ეს ძალიან არაორგანიზებულობა მადლობა ყურადღებას თქვენს არა იყოს არ გინდა შეთუხდებით მადლობელი ვარ Куда, ребята, видите, оказывается аэропорт Виноков, не приготовил. Надо было заранее думать головой же, 1,5 часа. Не заводить людей, оставить в зал, почистить и потом уже на борт поднять людей. Да, ребята, если это вина аэропорта, то минус вам большой. Работайте над этим, ребята. Вот такие цветочки. Вот тронулись, ребята, только что сейчас я вам скажу. Сейчас 8:03, а должно было вылететь 6:20. Посмотрите, какое время прошло уже. Киди малубам, доехали. Принесли воду. Ради справедливости записываю, что видели. Воду принесли бесплатно. После того, как я попросил, что предложили бы хотя бы воду. Наконец-то, ребята. 8:03 тронулись с места. Я еще почти за сутки я не спал, еще дороги мы ехали с Тбилиси в Кутаиси. До этого еще рано встал я. Очень нехорошее настроение, очень вообще. До того, как приду домой, отдохну, я не знаю, когда это будет еще.